მოცემული მაქვს 45x კვადრატს გამოკლებული 125 და მინდა რომ ეს ჩავწერო ნამრავლის სახით. ეხლა ესეთ რამეს გავიხსენებ, რომ შეიძლება ეს აღმოჩნდეს კვადრატების სხვაობა. აი კვადრატების სხვაობა თუ მაქვს a კვადრატს მინუს b კვადრატი, ეს მაშინ იგივე არის პირდაპირ, რაც 100 მინუს b ჯერ 100 პლუს b. ან ნუ 100 პლუს b ჯერ 100 მინუს b. თანამიმდევრობას არ აქვს მნიშვნელობა. და თუ მაქვს ესე იგი კვადრატების სხვაობა, პრინციპში უკვე ვიცი როგორ გადავწერო ნამრავლის სახით. ამიტომ ახლა იქნებ აქ იყოს კვადრატების სხვაობა. ნუ 45 არაფრის კვადრატი არ არის და 125 არაფრის კვადრატი არ არის. ნუ მთელი რიცხვების ცხადია. და ამიტომ ესე არ ჩანს. მაგრამ იმას ვამჩნევ რომ ორივე იყოფა 5-ზე და მოდი 5-ს გავიტანოთ ფრჩხილებს გარეთ და ვნახავ რა შეიცვლება. ესე იგი 5 რომ გავიტანოთ ფრჩხილებს გარეთ, ფრჩხილებში დამრჩება, ეს გაყოფილი 5-ზე იქნება 9x კვადრატი და 125 გაყოფილი 5-ზე არის 25. და ახლა უკვე აშკარად გამოიკვეთა, რომ 9x კვადრატიც არის სრული კვადრატი, აი თქვა a კვადრატი დავაკავთ ამას და -25 ასევე არის, ნუ 25 ვთქვათ, იმიტომ რომ მინუსი სადაც გვიწერია აქ კვადრატების სხვაობას რო ვუძახით, 25 ვთქვათ, რომ არის ასევე სრული კვადრატი. ეს ფიგურული ფრჩხილის მცდელობა იყო. ესეც არის რაღაც b კვადრატი. ეხლა a კვადრატი თუ არის 9x კვადრატი, მაშინ a ტოლი იქნება 3x-ის და b კვადრატი თუ არის 25, მაშინ b ტოლი იქნება 5-ის. და მაშინ მე შემიძლია გადავწერო ეს გამოსახულება, რადგან კვადრატების სხვაობა რომ არის მივაგენი, როგორც 5 ჯერ 3x პლუს 5 გამრავლებული 3x მინუს 5-ზე. და ეს იქნება ჩემი მამრავლების, კი არა და ნამრავლის სახით ჩაწერილი აი ეს გამოსახულება.